ტრამპის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ამერიკელი პროფესორის ჯეფრი საქსის ინტერვიუს აზიარებს, სადაც რუსეთთან მიმართებაში ამერიკის წინა ადმინისტრაციისა და ევროკავშირის არასწორ მიდგომებზეა საუბარი. პროფესორ საქსის თქმით, ევროპას დღეს ტრამპის მიერ დაწყებულ მოლაპარაკებებში ჩართვა სურს, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში უარს ამბობდა მოსკოვთან დიალოგზე და პროპაგანდისტული პოლიტიკით იყო დაკავებული. ნატოს მიზანს კი რუსეთის საზღვრებთან მიახლოება წარმოადგენდა, რაც რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო. ევროპას უნდა ეწარმოებინა რუსეთთან მოლაპარაკება, მაგრამ უარი თქვა. უკრაინა უნდა ყოფილიყო რუსეთთან დიალოგში, მაგრამ ზელენსკიმ გამოცა განკარგულება, რომლითაც რუსეთთან დიალოგი აიგრძელა. ახლა კი როცა ტრამპმა დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკება, შეშფოთდნენ, რას აკეთებდნენ აქამდე. სინამდვილეში ევროპას სჭირდება რეალური საგარეო პოლიტიკა, არა ბავშვური, არა პროპაგანდისტული, არა რუსოფობიული, არამედ ნამდვილი. რაც შეეხება ნატოს, სინამდვილეში მისი მიზანი იყო რუსეთის საზღვრებთან მიახლოება და რუსეთის ტერიტორიის გარშემორტყმა. შეხედეთ შავი ზღვის რუკას, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო, ეს იქნებოდა სრული გარშემორტყმა, რაც რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო.